Სამდე სპორტსმენსა და მწვრთნელს დღეს სპორტული ეკიპირება გადაეცა. სპორტსმენებმა მაისურები, შარვლები, საჭმარი ქურთუკები, ბოტასები და ჩანთები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ქვეპროგრამის ფარგლებში მიიღეს. სპორტული აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს მთავრობის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის წევრებმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძის თქმით, მალე რეგიონს ფეხბურთის, რაგბისა და ხელბურთის სტადიონები შეემატება. შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც სხვადასხვა სახეობაში წარმატებებს მიაღწიეს. სპორტული ფორმებისთვის 122,500 ლარი დაიხარჯა. Მსგავსი სპორტულები ჩვენ პირველად მივიღეთ და მინდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახანს 29-30 ნოემბერს აჭარის ღია პირველობაში გუნდური პირველობა ავიღეთ აჭარის გუნდმა და იმედია კიდევ გავამართლოთ მათ მოლოდინს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე აჭარის სპორტისთვის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ აღვჭურვეთ 600 სპორტსმენი სპორტულ ეკიპირებად. გარკვეულ 10 წლის განმავლობაში, რამოდენიმე 10 წელია არ ყოფილა ესეთი ღონისძიება და ჩვენ სპორტსმენებს სამწუხაროდ უწევდათ სხვადასხვა ფორმებში გამოსვლა და ბუნებრივად ეს იყო პრობლემა, ეს იყო ერთ-ერთი იმიჯი რეგიონის ქვეყნის. ამაყრივარ დღეს რომ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ამდენი სპორტსმენი, წარმატებული სპორტსმენი ყავს უკვე, განსაკუთრებით ჭიდაობის ფედერაციისთვის მინდა მადლობა გადაუხადო. მე ვფიქრობ, რომ ბოლო განხორციელებული ამ 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების საფუძველზე ჩვენ ბევრი წარმატებას მივაქციეთ, ასევე სათანადო ყურადღება მიექცა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონში მთლიანად და ქალაქში განსაკუთრებით.